ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ტერორი ახალ მასშტაბებს იძენს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ პრაიმ თაიმის პრეს-კლუბში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გიგი უგულავას წინააღმდეგ ბრალდება შეთითხნილია და იმ გეგმის ნაწილია, რომელსაც ოპოზიციის განადგურება ჰქვია. ბარამიძემ გეგმის ავტორად პრემიერი დაასახელა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ტერორს სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივყავართ. ქალაქის მერის თანაშაული ყოფილა ის, რომ მან დაასაქმა ხალხი, არაფერი არ მოუპარავს და სახში არ წაუღია, რომ მან დაასაქმა ხალხი და მისცა მათ ხელფასები და მეორე ის, რომ ის ტერიტორია, რომელიც ჩვენ ყველამ ვიცით, რიყის ტერიტორიის არსებული მდგომარეობა ნამდვილად არ შეესაბამებოდა იმ სტატუსს, რა სტატუსის ამ ტერიტორიას აქვს, როგორც დედაქალაქის ცენტრი და გული, ასევე პრაქტიკულად მთელი ქვეყნის საჩვენებელი ადგილი დაუბრუნა ქალაქს.